ღმერთის დახმარებით ურთიერთობაში ადამიანი გამოდის თავისი ინდივიდუალიზმიდან და ეგოიზმიდან და თავის მეუღლეს უერთდება. როდესაც წმინდა პაისისთან თავისი სულიერი შვილები მიდიოდნენ და ქორწინების შესახებ ეკითხებოდნენ, იგი მათ ხაზგასმით ეუბნებოდა, რომ აუცილებლად უნდა ჰყავდეთ სულიერი მოძღვარი. ადამიანი არც დიდ ასაკში უნდა დაქორწინდეს და არც მომწიფებელ ასაკში, არამედ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. ჩვენი ცხოვრება სავსეა მწუხარებებით, რომლებიც თავიანთ როლს ასრულებენ და გვეხმარებიან, რომ კვლავ ვიპოვოთ ჩვენი სწორი გზა. რეალობაში დაუბრუნდეთ, აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი და ჩვენი ცხოვრების სწორი მიზანი გავაცნობიეროთ. მეუფეო დაგლოცეთ. ქრისტემ დაგლოცეთ. ვაგრძელებთ ჩვენს ძალიან საინტერესო გადაცემათა ციკლს ქორწინების საიდუმლოების თემაზე და მსურს კითხოთ. რატომაა, რომ ქორწინების საიდუმლოების შემდეგ ეკლესია ერთი ქალისა და ერთი მამაკაცის შესახებ კი აღარ საუბრობს, არამედ მათ უკვე ცოლ-ქმარს უწოდებს? იმიტომ, რომ კაცისა და ქალის ქორწინებისა და გვირგვინის კურთხევის არსებითი მიზანი მათი ერთობაა. ქრისტეს მიერ სულიწმინდის მადლის მეშვეობით ეკლესიაში ადამიანი წყვეტს ცალკე არსებობას და მისი მეუღლეც აღარაა მისგან ცალკე მყოფი. აღარ არიან მამაკაცი და ქალი, არამედ არიან ცოლ-ქმარი. შესაბამისად ისინი შეერთებულნი არიან სულიერად და ხორციელად. ეს არის მამაკაცისა და დედაკაცის შეერთების საიდუმლოება, რომელიც მხოლოდ სხეულებრივი, ან მხოლოდ სულიერი კი არ არის, არამედ სულიერიცაა და სხეულებრივი. მთელი ადამიანი უერთდება მეორე ადამიანს. რა უნდა გააკეთოს ქორწინებაში მყოფმა ადამიანმა იმისათვის, რომ ამ ცოლ-ქმრობაში პიროვნებად იქცეს? ღმერთის დახმარებით ურთიერთობაში ადამიანი გამოდის თავისი ინდივიდუალიზმიდან და ეგოიზმიდან და თავის მეუღლეს უერთდება. სიყვარულის ამ ურთიერთობის მიერ თანდათანობით გადავდივართ ქრისტეს სიყვარულში და სწორედ ამ დროს სრული ქმნება ადამიანი და პიროვნებად იქცევა. ქორწინებას ასევე ადამიანთა თანაზიარებაც ეწოდება. ქორწინების ხელოვნების ამ მხარეზეც გვესაუბრეთ. როგორ ვისწავლოთ თანაზიარების ხელოვნება? ადამიანი თანაზიარებისკენ ბუნებრივადაა მოწოდებული. თანაზიარება ნიშნავს, რომ ადამიანებმა ერთობლივი მონაწილეობა მიიღონ ერთსა და იმავე ქმედებებში. ამგვარად, ადამიანი თანაზიარებისაკენ მხოლოდ ქორწინებაში არაა მოწოდებული. ადამიანი, რომელიც სოციალური თანაზიარებით არ გამოირჩევა, რჩება ინდივიდუალისტად და შეიძლება ითქვას, რომ ეს არაჯანსაღია. ქორწინებაში კი ბუნებითი ურთიერთობის, სიყვარულისა და თავგანწირვის, საკუთარი ინდივიდუალიზმისა და ეგოიზმის დაძლევის მეშვეობით ადამიანმა თანდათანობით უნდა ისწავლოს მეორე ადამიანის სიყვარული და შემდეგ ორივე ერთად თავიანთი შვილებითა და გარშემო მყოფი ადამიანებით ზეციური სიძის ქრისტეს სიყვარულამდე ამაღლდნენ. ისევ გითხავთ, თანაზიარების ეს ხელოვნება თანდათანობით ისწავლება? მის შესასწავლად ხანგრძლივი პროცესია გასავლელი, ვინაიდან ადამიანი არ არის სრულყოფილი არსება და ამ მიზნისკენ ნელ-ნელა მიაბიჯებს. შესაბამისად, ის ჯერ ჩვილია, შემდეგ ბავშვი, შემდეგ აღწევს გარდატეხის ასაკს, ხდება ახალგაზრდა, ბოლოს კი ზრდასრული. მეუფეო, არის შემთხვევებიც, როცა 20-30 წლის განმავლობაში ერთად მყოფი წყვილი, რომლებიც ერთი შეხედვით გარეგნულად ჩვენივრად არიან და არანაირი პრობლემა არ აქვთ. თუმცა პირველივე მნიშვნელოვან სირთულეზე ამბობენ, რომ უბედურები არიან. დიახ, რაშია მათი პრობლემა? მათი პრობლემა ისაა, რომ ამ ადამიანებმა ქორწინებაში ცხოვრების მსვლელობისას დაივიწყეს თავიანთი ქორწინების ჭეშმარიტი მიზანი. ერთმანეთიც დაკარგეს და ყოველდღიურ საზრუნავს გადაყვნენ. ამიტომაც გვასწავლის ქრისტე, ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალით და ამქვეყნიური საზრუნავითო. ყოველივე ეს ქრისტესთან ურთიერთობას და ასევე მეუღლეებს შორის ურთიერთობასაც აზიანებს. თუ ადამიანი ნებისმიერ განცხრომას მიეცემა, სიამეთ მოყარეობაში ჩავარდება, ან ამქვეყნიურ საზრუნავებს გადახვება, იგი თავის მთავარ მიზანს ივიწყებს. ეს შეიძლება მონაზონსაც დაემართოს და ქორწინებაში მყოფსაც. ეს ყველას შეიძლება დაემართოს.
შესაბამე ქორწინებაში ცხოვრება სიფხიზლე, გაფრთხილება, მუდმივი მღვიძარება და მუდმივი დაკვირვება სჭირდება. რათა არც მეუღლეებს შორის ურთიერთობა და სიყვარული განელდეს და არც მათი ქორწინების რეალური მიზანი იქნას მიცემული დავიწყებას. ეს რეალური მიზანი კი არის მარადიული ქორწილი ქრისტესთან. მეუფეო, სულიერ მოძღვართან ხშირი ურთიერთობის გარეშე პრაქტიკაში ამის მიღწევა როგორ შეიძლება? აგვიხსენით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც წმინდა პაისისთან თავისი სულიერი შვილები მიდიოდნენ და ქორწინების შესახებ ეკითხებოდნენ, იგი მათ ხაზგასმით ეუბნებოდა, რომ აუცილებლად უნდა ჰყავდეთ სულიერი მოძღვარი. იდეალურ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, საერთო მოძღვარი ჰყავდეთ. თუ მონაზონი თავის ცხოვრებას არ აკვირდება და სულიერ მამას გულს არ გაუხსნის, შესაძლოა დაეცეს და მისი მამოძრავებელი მექანიზმი გამოირთოს. სულიერი მეთვალყურეობისა და უწყვეტი სიფრთხილის გარეშე მსგავსი რამ შეიძლება ქორწინებაში მყოფ ადამიანსაც დაემართოს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი საფრთხე გამოჩნდება, რომლებმაც შესაძლოა გვავნონ და ჩვენში საღმრთო შიში, საღმრთო სიყვარული და საღმრთო მოშორნეობა ჩააქრონ. ერთ მონაზონს სარტყელში ჰქონდა შენახული პატარა ფურცელი, რომელზეც ეწერა, რომ ყოველივეს ქრისტეს გამო დაითმენდა და იგი ყოველდღიურად კითხულობდა ამ ჩანაწერს. ასევე, ქორწინებაში მყოფი ადამიანიც უნდა იაზრებდეს, რომ ამ ყველაფერს ქრისტეს სიყვარულის გამო ითმენს. მეუფეო, მეუდაბნოე მონაზონი მარტო ცხოვრობს და მას არავინ ჰყავს, ხოლო ქორწინებაში მყოფი ცოლი და ქმარი ერთად უნდა გაუმკლავდნენ ამ პრობლემას. დიახ, მეუდაბნოე ერთი შეხედვით მარტოა. წმინდა მამებმა აკრძალეს მონაზვნების უდაბნოში გასვლა კინობიურ ცხოვრებაში სულიერი მომზადების გარეშე. ვინაიდან კინობიური მონასტერი ზუსტად ის სივრცეა, სადაც მოწოდებული ხარ, რომ საკუთარი თავის ნაცვლად მოყვასი შეიყვარო და მათთან ერთად იცხოვრო. ეს ქორწინებაში მყოფთა ცხოვრებისგან არსებითად კი არ განსხვავდება, არამედ მხოლოდ გარეგნული ფაქტორებითა და გარემოებებით. შინაარსობრივად და არსებითად კი ეს ორი ერთსა და იმავე ღვაწლს წარმოადგენს. რა უნდა გავაკეთოთ ქორწინებაში იმისათვის, რომ როგორც გვითხარით, მუდმივად გყავდეს ქრისტე გონებაში? მუდმივი სიფხიზლე და მღვიძარება, იფხიზლეთ და ილოცეთ. ქორწინებაში საჭიროა სიფხიზლე. მღვიძარეთ უნდა ვიყოთ, რომ არ გაქურდონ ამ ქვეყნიურმა მოვლენებმა. ვინაიდან როდესაც ჩვენს გარშემო ყველაფერი კარგადაა და გვაქვს წარმატება, სიმდიდრე და სულიერი და ხორციელი ჯანმრთელობა, ჩვენი ბუნებისა და დაცემული მდგომარეობის გამო მივიწყებთ ჩვენს მთავარ მიზანს. სამწუხაროდ, ასეთი მიდრეკილება აქვს ადამიანს. ამ ქვეყნიური სხვადასხვა მოვლენების გამო ხშირად მძიმდება ჩვენი გული და ქრისტე გვავიწყდება. ესეც ერთგვარი საფრთხეა. ამიტომაც ამბობს ქრისტე, ილოცეთო. მეუფეო, ეს ხომ სულიერი გარჩევის საკითხიცაა. ცოტა რამ ამ სულიერი გარჩევის უნარის შესახებაც გვითხარით. ვფიქრობ, რომ ღმერთისადმი მადლიერების გრძნობა ყველაფერს კურნავს და მეტიც, წინასწარვე ახდენს პრევენციას. რა თქმა უნდა, ქორწინებაში არავინ ისურვებს უბედურებას, ანჯოს და მწუხარებას. ყველას მშვიდობა და სიხარული უნდა. ქორწინების საიდუმლოების მსახურებაში ვხედავთ, რომ ეკლესია ახალ დაქორწინებულებს სამყაროს ყოველგვარ სიკეთეს უსურვებს. ზეციური სიკეთეებიდან დაწყებული, მიწიერი დასრულებული. მას შესაბამე ყველას გსურს ბედნიერება და წარმატება. თუმცა ეს ყველაფერი ღმრთისადმი მადლიერებითა და დიდების მეტყველებით მიიღწევა. უნდა ვიყოთ მხიარულნი, იმედით ახსავსენი, ბედნიერნი და ვისარგებლოთ ღვთის სიკეთეებით, ზეციურითაც და მიწიერითაც, მატერიალურითაც და არამატერიალურითაც. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გახდეს მიზეზი ღმერთის უწყვეტი მადლიერებისა და დიდების მეტყველებისა. კვლავ ამ თემაზე დავრჩეთ. გულისხმობს სულიერი გარჩევის უნარს. როდესაც ადამიანი მოშურნია და ცდილობს, რომ მისი გონება მუდამ ქრისტესკენ იყოს მიმართული და არ ივიწყებს ქორწინების ნამდვილ მიზანს, ამ დროს ზოგიერთი შეიძლება უკიდურესობაში აღმოჩნდეს და დაივიწყოს ქორწინებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. ამის შედეგად ცოლ-ქმარში გაუგებრობა წარმოიშვება. დიახ, ადამიანს ეს მონაზნობაშიც შეიძლება დაემართოს. მან შეიძლება მხოლოდ გარეგნულ ფაქტორებზე მოახდინოს კონცენტრირება. იგივე შეიძლება მისიონერულ მოღვაწეობაშიც მოხდეს და სხვა ნებისმიერ გარემოშიც.
ამიტომაც ადამიანს ყოველთვის სჭირდება სულიერი მამის მეთვალყურეობა, რომელიც მას თავის შეცდომაზე და სწორი გზიდან გადახვევაზე მიუთითებს და კვლავ სწორ გზაზე დააბრუნებს. თუმცა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენი ცხოვრება სავსეა მწუხარებებით, რომლებიც თავიანთ როლს ასრულებენ და გვეხმარებიან, რომ კვლავ ვიპოვოთ ჩვენი სწორი გზა, რეალობაში დავბრუნდეთ, აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი და ჩვენი ცხოვრების სწორი მიზანი გავაცნობიეროთ. მაშასა და მე აქ უკვე გადავდივართ სიმდაბლის თემაზე. ანუ იმაზე, რომ ქორწინებაში წარმოშობილი სხვადასხვა პრობლემური საკითხის მოსაგვარებლად სიმდაბლეც საჭიროა. ნამდვილად და ეს პრობლემები თავიდანვე გვამდაბლებია. ნათქვამი გაქვთ, რომ ადამიანი არის მადლით სიყვარული. რას ნიშნავს ეს მადლით სიყვარული ქორწინების ჭრილში? რადგანაც ღმერთი ბუნებით სიყვარულია, ვამბობთ, რომ ღმერთი სიყვარულია და ვინაიდან ადამიანი ღმერთის ხატია, შესაბამისად ადამიანიც სიყვარულია. მაგრამ არა ბუნებით, არამედ მადლით. ღმერთმა უბოძა მას ეს როგორც ნიჭი, როგორც მრავალი სხვა, მაგალითად თუნდაც შემოქმედებითობა. ამგვარად ადამიანი თავს სრულად მაშინ გრძნობს, როდესაც სიყვარულს ავლენს. სიყვარულის ეს გამოვლინება თავისთავად არც ქორწინებაშია და არც მონაზვნობაში, არამედ ქრისტეში. როდესაც ადამიანი ქრისტემდე აღწევს, ვინც არ უნდა იყოს, მონაზონი თუ ერის ადამიანი, მაშინ სრული ქნება მისი სიყვარულიც. ქორწინება არ წარმოადგენს სრულყოფილ მდგომარეობას ქრისტეში. ისევე როგორც დამოუკიდებლად არც მონაზნობაა ქრისტეში სრულყოფილი მდგომარეობა. ქრისტეა ის, ვინც სისრულეს ანიჭებს მონაზნობასაც და ქორწინებასაც. დამოუკიდებლად არც მონაზნობაა სრულყოფილი და არც ქორწინება. ახლა კი ასეთ კითხვას დაგისვამთ. როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი, რომ ქორწინებამდე მივიდეს და თავისი რჩეული ადამიანი იპოვოს? ისე, რომ შეცდომა არ დაუშვას. გულისხმობ იმას, თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება ადამიანმა თავის ცხოვრებაში, სანამ მეორე ნახევარს გაიცნობს. თუ ბავშვობიდან მშობლებისგან კარგი მაგალითები აქვს, თუ ისეთ ოჯახში იზრდება, სადაც სიყვარული, პატივისცემა და მშვიდობაა და ყველამ თავისი ადგილი იცის, თუ ბავშვობიდან განსწავლულია მართლმადიდებელ სარწმუნოებაში და ეკლესიის წიაღში აღზრდილი, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს უკეთესი წინაპირობები ექნება. ხოლო თუ ადამიანს ბავშვობაში ტრავმული გამოცდილება აქვს, სამწუხაროდ ამას უარყოფითი გავლენა ექნება მომავალში მასზე და ხშირად მის ოჯახურ მდგომარეობაზეც ძალიან ცუდად აისახება. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ურთიერთობების შესახებ. ადამიდან და ევადან დავიწყეთ და შემდეგ სხვა თემებზეც გადავედით. ჩვენს თვალწინ, ჩვენს საზოგადოებაში ვხედავთ, რომ ჩვენს გოგო ბიჭებს პირველი ურთიერთობა 14-15 წლის ასაკში აქვთ. ამას ყველანი ვხედავთ. ჩემი შეკითხვა შემდეგია. ის, რომ ბიჭს სრული უჩნდება, რომ ამ ასაკში მსგავსი ურთიერთობები ჰქონდეს, ეს მისი ოჯახიდან და მაგალითებიდან მომდინარეობს, როგორც აქამდე საუბრობდით? ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მათ შორის გარემო ზეგავლენაც, სკოლა, ინტერნეტი, სხვადასხვა გამოწვევები, თანამედროვე მსოფლიოს მენტალიტეტი ბავშვებს ნაადრევი და მოუმწიფებელი ურთიერთობებისაკენ უბიძგებენ. არც ისაა კარგი, რომ წლების განმავლობაში შეყვარებული ჰყავდეს და მასზე 40 წლამდე არ ქორწინდებოდეს. ესეც არაა ჯანსაღი მდგომარეობა. ადამიანი არც დიდ ასაკში უნდა დაქორწინდეს და არც მოუმწიფებელ ასაკში. არამედ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, 20-დან 25-26 წლამდე, როდესაც ახალგაზრდული გრძნობების სილამაზეც აქვს. ხოლო როდესაც ადამიანს ასაკი მოემატება და გონება ძლევს გრძნობებს, მაშინ ადამიანური გრძნობის ეს სილამაზე და სიცოცხლე იკარგება. ცხადია, ადამიანი როცა არ უნდა დაქორწინდეს, კურთხეულია მისი ქორწინება, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და თავის დროზეა კარგი. განვიხილოთ თქვენს მიერ აღწერილი ორი განსხვავებული მდგომარეობა. როცა ქორწინება ნაადრევ ასაკში ხდება და არც კი ვიცით ეს ნამდვილი ურთიერთობაა თუ უბრალო ახალგაზრდული გატაცება, როგორ უნდა მიუდგეს მშობელი ასეთ წყვილს და რა მოხდება მაშინ, როცა ახალგაზრდა ადამიანი მშობლებისგან დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებს? გითხარით, როგორ უნდა მიუდგნენ მშობლები თავიანთი შვილების ამგვარ ურთიერთობებს? თუ მშობლებს თავიანთ შვილებში ჩანერგილი აქვთ სანდოობა, სერიოზულობა და გულთრფელობა, როდესაც ისინი თავიანთ შვილებს სხვადასხვა თემაზე გაესაუბრებიან, მათი სიტყვა შვილებისათვის პატივსაცემი იქნება და აღარ დასჭირდებათ სიმკაცრის გამოყენება.
თუ მამა ან დედა შვილში შთაგონებას იწვევს, მაშინ მათი ნათქვამი სიტყვა პატივსაცემი იქნება. ეს პრინციპი ყველა ასაკის ბავშვებზე ვრცელდება. თუ მშობლებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და თავიანთი ქორწინების ყველა ასპექტში სიწმინდით გამოირჩეოდნენ, შვილისათვის მათ სიტყვას აუცილებლად ექნება წონა. გარდატეხის ასაკში მყოფსაც და ახალგაზრდასაც ბუნებითად აქვს სიყვარულისა და პატივისცემის განცდა თავისი მშობლის მიმართ, მაგრამ კარგმა მშობლებმა ეს გრძნობები თავიანთი კეთილი და სამაგალითო ცხოვრებით უნდა გააძლიერონ. მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაასუსტონ ბავშვებში ეს განცდა. არ უნდა უთხრან მათ, რომ რასაც ისინი გრძნობენ სისულელეა ან უდროოა. არ უარყოთ მათი გრძნობები, არამედ უთხრათ, მესმის, რასაც მეუბნები და რასაც გრძნობ, მაგრამ დაველოდოთ და ვნახოთ, როდის იქნება ეს ყველაფერი მზად იმისათვის, რომ რამე სერიოზული და მნიშვნელოვანი მოხდეს. დაეშვილების გრძნობების საფუძველზე დაიწყო შენება და ნუ უარყოფენ მათ. აქაც წყვილის სულიერი გარჩევის უნართან გვაქვს საქმე. დიახ, სულიერი გარჩევის უნარიც სიმდაბლიდან მომდინარეობს. ჩვენ ზრდასრულებს ეგოისტური მოტივები კი არ უნდა გვამოძრავებდეს, არამედ მხოლოდ ჩვენი შვილების სიყვარული და მათთვის სარგებლის მოტანა. მეუფეო, ვფიქრობ, რომ ზოგჯერ დიდ შეცდომას ვუშვებ ხოლმე. მეც მშობელი ვარ და შვილები მყავს, დიდებიც და პატარებიც. ვფიქრობ, რომ მშობლების უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში მე მაინც, ვუშვებთ ამ შეცდომას. როდესაც შვილი ჩემთან მოდის და რაღაცას მეუბნება, ასეთ შემთხვევაში ყოველთვის არის ეგოიზმის მომენტი. ახლა მივხვდი, როდესაც თქვით, თავად ბავშვი რა ხდება ასეთ შემთხვევაში, შეუძლია თუ არა მშობელს, რომ გამოასწოროს ეს. როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ პასუხი მისთვის სასარგებლო კი არა, არამედ მშობლის ეგოიზმითა და ინტერესითაა განპირობებული, რათა მისგან რაიმე სხვა მიიღოს, მაშინ წინააღმდეგობას გამოხატავს. მაგრამ როგორც წმინდა პაისი ამბობდა, თუ შეიტყობს, რომ მშობელს მის მიმართ მხოლოდ ტკივილი და სიყვარული ამოძრავებს, მაშინ პატივისცემის განცდა უჩნდება. იმავე ტკივილს გრძნობს, რასაც მისი მშობლები განიცდიან, და ამ სიყვარულისა და პატივისცემის გამო სურვილი გაუჩნდება, რომ შვება მოჰგვაროს მათ. წეღან რომ თქვით, ადამიანმა ქორწინებისათვის შესაბამის ასაკს უნდა მიაღწიოსო. ეს ასაკის თემას ეხება მოწიფულობის თუ სულიერი მზაობის. თქვით, რომ არც 40 წლის ასაკში უნდა იქორწინოს, მაგრამ არც თლად 18 წლის ასაკში. ეს რასთან არის დაკავშირებული? სულიერ მზაობასთან? ვინაიდან შეიძლება ვიღაცამ თქვას, მე 18 წლის ასაკშიც მზად ვარო. საუბარი მქონდა ერთ ახალგაზრდასთან, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტია და ამბობდა, რომ მეგობარი გოგო ჰყავს, რომელიც ერთ თვეში მასთან სახლში აპირებს საცხოვრებლად გადასვლას. სამწუხაროდ, თანამედროვე გარემოებებმა ისეთი წინაპირობები შექმნეს, რომ ჩვენს ბავშვებს სოციალური, ეკონომიკური და სხვა სირთულეები ექნებათ იმაში, რომ იმ ასაკში იქორწინონ, როდესაც საჭიროა. ამის მიუხედავად, არც ის ფაქტი უნდა დავივიწყოთ, რომ ახალგაზრდებმა ხელიდან არ უნდა გაუშვენ ეს მშვენიერი ასაკი და არ გადაერთონ ისეთ ურთიერთობებზე, რომლებიც ღვთის კურთხევის მიღმაა. ასეთი შემთხვევების შემდეგ ჩვენი ახალგაზრდები დიდ ტრავმას იღებენ და სხვებსაც იმავე ზიანს აყენებენ. კარგმა მშობლებმა ყველანაირად უნდა იზრუნონ თავიანთ შვილებზე. როდესაც ადამიანი 30-35 წლის ასაკშია და მას ხორციელი ურთიერთობა არ აქვს, ეს უდიდეს ადამიანურ ბრძოლებთან არის დაკავშირებული. მრავალი ახალგაზრდა ქრისტეს მადლით უმკლავდება ამ ბრძოლას, თუმცა ეს მაინც ურთულესია. ხოლო თუ დროულად დაქორწინდებიან და მშობლებისგანაც მხარდაჭერა ექნებათ, მაშინ უკეთესი იქნება. შვილებიც უფრო ადრე ეყოლებათ, თავიანთი მეუღლეობითაც დატკბებიან და ცხოვრებისგანაც ადრეული ასაკიდანვე იღებენ სიამოვნებას. ამ ასაკის გავლის შემდეგ უკვე სხვა რეალობის წინაშე დგება ადამიანი. როგორც ჩვენი ხალხი ამბობს, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ყველა ასაკს აქვს მისთვის შესაფერისი საქმეები. სხვანაირად ფიქრობს და გრძნობს ახალგაზრდა, სხვანაირად ფიქრობს და გრძნობს მოწიფული და სხვანაირად მოხუცი. რა თქმა უნდა, მეუფეო. თქვენ თქვით, რომ მშობლებს უდიდესი ზეგავლენა აქვთ შვილებზე და მართლაც ასეა. მშობლებისგან ვიღებთ პირველ მაგალითებს. განვიხილოთ ასეთი შემთხვევა. მამა მიდის ვაჟთან, რომელსაც ერთ გოგონასთან აქვს ურთიერთობა და ეუბნება. კარგი, საკმარისია.
უფრო შორს ნუ ღარ შევტოპავთ, შენი ცხოვრებით იცხოვრე, გახდი 30-35 წლის და შეხედავო. ჩემთვის კიდევ უფრო გასაკვირია, როცა დედები თავიანთ ქალიშვილებს ეუბნებიან. კარგი ბიჭია, მაგრამ სულელი ხუმარ ხარ. 22 წლის ასაკში აპირებ დაქორწინებას? რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ასეთი ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ მშობლები შვილებზე? ასეთი წინადადებები და რჩევები დამანგრეველია შვილებისათვის. დამანგრეველია შვილს გაშორება ურჩიო. არსებობენ ისეთი მშობლებიც, რომლებიც თავიანთ შვილებს ურჩევენ, გაშორდი, გაეყარე, გააგდე, აღარ გჭირდებაო. ამას იმ შემთხვევაშიც კი ეუბნებიან, თავისი შვილის მეუღლეს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აღმოაჩნდება, ან ვერ მისცემს იმას, რაც სჭირდება. სამგზავროდ ვერ წაიყვანს იქ, სადაც უნდოდა. ამის გამო ანგრევინებენ ოჯახს და უარს ათქმევინებენ სიყვარულის უმშვენიერეს ურთიერთობაზე. მეუღლეს იმის გამო აშორებენ, რომ ფული არ აქვს და ვერ აძლევს მატერიალურ სიკეთეებს, რაც რა თქმა უნდა არ აღვთისნიერებაა. ამას მწარე შედეგები მოჰყვება ამ ადამიანთა სულებისათვის. დასასრულისკენ გკითხავთ, შეუძლიათ თუ არა შვილებს მშობლების ამგვარ გავლენებს წინააღმდეგობა გაუწიო? აუცილებლად უნდა შეეწინააღმდეგონ. თუ შვილებმა ქრისტეში ცხოვრება იციან, აუცილებლად შეეწინააღმდეგებიან. ხოლო თუ მათ არაფერი იციან, დიდია შესაძლებლობა იმისა, რომ მშობლებს მოусმენონ და დაუჯერონ. მაგრამ მძიმე შედეგებს მოიმკიან შვილებიცა და მშობლებიც. დიდი მადლობა, მეუფეო. მეც გმადლობთ.